ღმერთისთვის ერთი კითხვის დასმა რომ შემეძლოს, აუცილებლად ვკითხავდი რა მოუვიდა ჩემს მეგობრებს იმ ღამით. დიატლოვის ჯგუფის ერთადერთი გადარჩენილი წევრის, იური იუდინის ციტატა. ორი მამაკაცი დათოვლილ უღელტეხილზე მიაბიჯებს. მოშორებით ოტორტენის მთა მოსჩანს. ეს ჩრდილოეთ ურალია, რომელსაც ახასიათებს ცივი ქარი, მოკუფრული ცა და პირქუში პეიზაჟები. ამ ადგილას თებერვალი მრისხანია. ადამიანები, რომლებიც უღელტეხილზე მიაბიჯებენ, ურალის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ისინი დაკარგულ მეგობრებს ეძებენ, რომლებიც უკვე 10 დღეა არ გამოჩენილან. მოულოდნელად ისინი თოვლში არსებულ შავ ლაქაში ამჩნევენ. ახლოს მისვლისას კი აღმოაჩენენ, რომ ეს ის კარავია, რომელიც ჯგუფს თან ჰქონდა წაღებული. კარავში არავინ არის, თუმცა მასში სტუდენტების მიერ წამოღებული სურსათ სანოვაგია დარჩენილი. ახალგაზრდები ყვირილს იწყებენ, რადგან ფიქრობენ, რომ მათი მეგობრები შორი ახლოს უნდა იყვნენ, თუმცა მათ ყვირილს ვერავინ გაიგებს, რადგან ტურისტული ჯგუფის წევრები ცოცხლები აღარ არიან. მოგვიანებით ისინი აღმოაჩენენ 9 გაყინულ სხეულს, რომლიდანაც ზოგიერთ საკმაოდ უცნაური ტრავმა აქვს. რამდენიმე სხეული თვალების გარეშეა დარჩენილი, ზოგს კი ენაც აღარ აქვს. დაღუპულების უმეტესობას არ ეცვა ტანსაცმელი, რაც რა თქმა უნდა გასაკვირია იმის ფონზე, რომ აქ ჰაერის ტემპერატურა 0-ს ქვევით არის. მოგვიანებით სამძებრო ჯგუფი აღმოაჩენს იმასაც, რომ კარავი ალაგ-ალაგ გაჭრილია. მოვლენამ იმდენი კითხვის ნიშანი გააჩინა, რომ უმეტეს მათგანზე დღემდე არ არის გაცემული პასუხი. მართლაც უცნაური და საინტერესოა ის, თუ რამ აიძულა 9 აბსოლუტურად ჯანსაღ ადამიანს კარვის დატოვება ექსტრემალურ ყინვაში. რატომ დაიძრნენ ისინი ფერდობისკენ თითქმის სრულიად შიშვლები და ფეხსაცმლის გარეშე? სწორედ ამიტომ დღეს თქვენთან ერთად მინდა იმის გარკვევა, თუ რა მოხდა დიატლოვის უღელტეხილზე. დიატლოვის უღელტეხილის საქმე შეიძლება ითქვას, რომ უნიკალურია. მასში არსებული აბსოლუტურად ყველა სამხილი, მათ შორის დიატლოველების პირადი ჩანაწერები, ანუ მათი დღიური ჩანაწერებიც კი არის საჯაროდ ხელმისაწვდომი. თუმცა მიუხედავად ამისა, ერთი შეხედვით ამ ერთიან ძალიან დიდ ფაზლს ერთი შეხედვით რაღაცა აკლია. და ეს რაღაც გახლავთ ის, რომ დღემდე დაუდგენელია ის თუ რა მოუვიდა 9 ტურისტს და რა ვითარებაში გარდაიცვალნენ ისინი 1959 წელს. უფრო მეტსაც გეტყვით. ოფიციალური გამოძიების მიერ გამოტანილ დასკვნაში წერია ის, რომ დიატლოველები ემსხვერპლნენ იმ სტიქიურ ძალას, რომელთან გამკლავებაც ჯგუფის წევრებმა ვერ შეძლეს. თუმცა კონკრეტულად რა სტიქიურ ძალაზე არის საუბარი, ან ის თუ რატომ ვერ შეძლეს მათ ამ გაურკვეველ სტიქიურ ძალასთან გამკლავება, ეს არ წერია. და აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ზოგიერთ მიცვალებულს არ ჰქონდა თვალი, ერთ-ერთ მათგანს კი ენა. ამ ყველაფრის ფონზე სავარაუდოდ არ გაგიკვირდებათ, თუ კი გეტყვით იმას, რომ ოფიციალური გამოძიების გარდა არსებობს სხვა უამრავი ვერსია, მათ შორის უცხოპლანეტელების ვერსიაც, ამერიკელი ჯაშუშების ვერსიაც, საბჭოთა ექსპერიმენტების ვერსიაც, საიდუმლო იარაღის გამოსთვის ვერსიაც და კიდევ ბევრი სხვა. რა თქმა უნდა, ყველა მათგანს ნამდვილად ვერ განვიხილავ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვერსიების რაოდენობა ასობით არის. თუმცა ყველაზე საინტერესოებს რა თქმა უნდა გაგაცნობთ. მოკლედ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ ეს ვიდეო სოციალურ ქსელებში და თუ საჭესთან ხართ, დილად ატარეთ. მე კი დავიწყებ დიატლოვის უღელტეხილის ისტორიაზე საუბარს. 1959 წლის 23 იანვარი. ურალის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი. ზამთრის არდადეგების შემდეგ სასწავლო პროცესის დაწყებამდე რამდენიმე კვირაა დარჩენილი. თუმცა ერთ-ერთი ოთახი სტუდენტებით არის სავსე. 9-20 წელს ოდნავ გადაცილებული სტუდენტი და რამდენიმე კურსდამთავრებული ზურგჩანთაში თბილ ტანსაცმელს, მედიკამენტებსა და საკვებს ალაგებს. მათ თან მიაქვთ ყველაფერი, რაც შეიძლება ურალის მთებში ექსპედიციისთვის გამოადგეთ. პროცესს კურირებს 23 წლის მრავალგზის გამოსტილი ექსკურსიამძღოლი იგორ დიატლოვი, რომელთან ექსპედიციაში წასვლაც ბევრს სურდა, რადგან ტურისტების თქმით, იგორი კვალიფიციური, ხშირად საკმაოდ მკაცრი გიდი იყო, რომელიც ზედმიწევნით ითხოვდა ხოლმე ექსპედიციისას მითითებების შესრულებას. დიატლოვი ინჟინერიშვილი იყო და სწავლობდა რადიოტექნიკურ ფაკულტეტზე. ეს ის პერიოდია, როდესაც კუსტარულად დამზადებული რადიო მიმღები აკრძალულია. თუმცა მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, დიატლოვს ერთი ასეთი ჰქონდა დამზადებული თავად და აქტიურად იყენებდა კიდეც ექსპედიციების დროს. თუმცა უკანასკნელ ექსპედიციაში იგი თან არ წაუღია სიმძიმის გამო და გარდა ამისა იმის გამო, რომ აღნიშნული ექსპედიცია სირთულის დონის მიხედვით
მესამე, ანუ ყველაზე რთული დონის იყო. და შესაბამისად წარმოიდგინეთ, რამდენად არაკომფორტული იქნებოდა გუნდის წევრებისთვის დაახლოებით 300 კილომეტრის გავლა ორ კვირაში და თან ისე, რომ საკმაოდ მძიმე მოწყობილობა წაიღოთ თან. თუ გადავხედავთ შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, შეიძლება მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ მათ რომ თან წაიღოთ ეს რადიო მიმღები, შეიძლება ცოცხლები დარჩენილიყვნენ. ოთახში, რომელშიც სტუდენტები მარშრუტს განიხილავენ, ორი გოგონაც იმყოფება: ზინაიდა კოლმოგოროვა და 20 წლის ლუდმილა დუბინინა, რომელიც ამ ჯგუფის ყველაზე ახალგაზრდა წევრია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ახალგაზრდები იყვნენ, გოგონებს საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდათ ექსპედიციებში. იური იუდინი პასუხისმგებელი იყო პირველადი დახმარების ნაკრების ტარებაზე. ის ამ დროისთვის 21 წლის იყო. მიუხედავად წელის და მუხლების ტკივილისა, ისიც საკმაოდ ხშირად დადიოდა სალაშქროდ. თუმცა მიუხედავად ამ გამოცდილებისა, სწორედ მუხლის ტკივილი გახდება იმის მიზეზი, რომ იური ჩამოშორდება მარშრუტს და უკან გამოვრუნდება, რის ხარჯზეც ის ერთადერთი გადარჩენილი ექსპედიციის წევრი გახდება. დიატლოვთან ერთად ექსპედიციაში იური დოროშენკოც მიდის. ისიც რადიოტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტია და მასაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ლაშქრობებში. იური კრივონიშენკო ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო. ის ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი იყო, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კიშტიმსკის ატომურ სადგურზე მომხდარი ავარიის ნეიტრალიზებაში. პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ალექსანდრ კოლევატოვიც ასევე ჯგუფის წევრი იყო. იგი 24 წლის გახლდათ და შესაბამისად ჯგუფში ყველაზე უფროსი იყო. გამოირჩეოდა მორიდებულობით და აკეთებდა ჩანაწერებს პირად ღიურში, რომლის შესახებაც მისმა მეგობრებმა არაფერი იცოდნენ. აი რუსტემ სლობოდინი კი შეიძლება ითქვას, რომ ამ ტურისტული ჯგუფის ყველაზე თავქარიანი წევრი იყო. მამამისი პროფესორი იყო, რაც საბჭოურ პერიოდში ავტომატურად გულისხმობდა პრესტიჟს და კეთილდღეობას. და ბოლოს ნიკოლაი ტიბო ბრინიოლი, ყველაზე უცნაური გვარის მქონე ჯგუფის წევრი, რომელმაც 1958 წელს დაასრულა უნივერსიტეტში სწავლა და ინჟინერად მუშაობდა. მას შემდეგ, რაც ყველაფერი შეგროვებულია და ბარგით ჩალაგებულია, დიატლოვის ჯგუფი გაემგზავრება რკინიგზის სადგურში. სწორედ აქ ისინი შეხვდებიან სიმეონ ზალატარიოვს, რომელიც მათი ჯგუფის მე-10 წევრი გახდება და რომელიც საკმაოდ საინტერესო პიროვნებაა. პირველ რიგში გასათვალისწინებელია მისი ასაკი. ის 37 წლისაა და საკმაოდ დიდი ტურისტული გამოცდილება აქვს დაგროვებული. იგი სვერდლოვსკის ოლქის ტურბაზის ინსტრუქტორი იყო და თავდაპირველად ექსპედიციაში წასვლა სხვა ჯგუფთან ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეძლო და დიატლოვის ჯგუფში ჩაეწერა. დიატლოვმა ჩათვალა, რომ ზალატარიოვი მისი გამოცდილებით ნამდვილად გამოადგებოდა ჯგუფს და რა თქმა უნდა დათანხმდა შემოთავაზებას. სანამ უშუალოდ ექსპედიციის დეტალებზე გადავიდოდე, მანამდე გეტყვით იმას, რომ ამ ადამიანების მოკლე დახასიათება ისე უბრალოდ არ გამიჟღერებია. ამით უბრალოდ იმის თქმა მსურდა, რომ თითოეული მათგანი ტურიზმის მიმართულებაში საკმაოდ დიდ გამოცდილებას ფლობდა. თუმცა ამ 9 ადამიანის გარდა ყველაზე საინტერესო არის ის მე-10 ადამიანი, რომელიც მათ ცოტა უფრო მოგვიანებით შეუერთდა. შეთქმულების თეორიის მოყვარულები მის სახელს და გვარს საკმაოდ ხშირად ახსენებენ, იმიტომ რომ მაშინ, როდესაც ზალატარიოვი გაეცნო დიატლოვის ჯგუფს, მან სთხოვა ჯგუფის წევრებს, რომ სახელი საშათი მიემართათ. და კიდევ ერთი რამ არის საინტერესო. მას ხელზე ამოსვირინგებული ჰქონდა სახელი გენა. საბჭოთა კავშირის პერიოდისთვის ხელზე სვირინგი ერთის მხრივ საკმაოდ უცნაური რამ გახლდათ. მეორეს მხრივ კი ის არის აღსანიშნავი, რომ ზალატარიოვი ომის მონაწილე იყო და არაა გამორიცხული, რომ მის ხელზე ამოსვირინგებული სიტყვა გენა მისი რომელიმე გარდაცვლილი თანამებრძოლის სახელი ყოფილიყო. გამოძიების პარალელურად ამ ადამიანების მოკლე ბიოგრაფიებს აუცილებლად მიუბრუნდები და მან მიხვდებით იმას, რომ თითოეული მათგანის მოკლე დახასიათება ისე უბრალოდ არ დამიწყია. ის ფაქტი, რომ დიატლოვმა კონკრეტულად ეს ადამიანები წაიყვანა ყველაზე რთულ ექსპედიციაში, მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანი მათ ტურისტულ გამოცდილებას ენდობოდა. თუმცა გასათვალისწინებელი არა მხოლოდ მათი ტურისტული გამოცდილება არის, არამედ ის ფაქტიც, რომ ამ ადამიანებს ორ კვირაში 300 კილომეტრი უნდა გაევლოთ, ისე რომ მეგობრული ურთიერთობა შეენარჩუნებინათ და არავითარ შემთხვევაში მათ შორის კონფლიქტი არ დაწყებულიყო. ექსპედიციის მონაწილეების გარკვეული ნაწილი მთელი ამ დროის განმავლობაში პირადი დღიურის წერას დაიწყებს. გუნდს თან აქვს რამდენიმე ფოტოაპარატი, რომელიც იმისთვის სჭირდებათ, რომ უკან დაბრუნებისას სპორტკლუბში ფოტოები გამოაქვეყნონ. თუმცა ამის გარდა ისინი ყოველდღიურ რუტინულ აქტივობებსაც იღებენ,
მოგვიანებით აღმოჩენილმა ფოტოაპარატებმა გამოძიებას ხელი შეუწყო იმის გასარკვევად, თუ რა გახდა მათი გარდაცვალების მიზეზი. აქ რამდენიმე დეტალი არის აღსანიშნავი იმისთვის, რომ კონტექსტი ბევრად უფრო უკეთ აღქმადი იყოს. 50-იან წლებში დიატლოველები არ იყვნენ არც პირველები და არც უკანასკნელები, ვინც მსგავსი ტიპის ტურისტულ ლაშქრობებში მიდიან. ამ პერიოდისთვის ტურისტული მიმართულება ფეხს იკიდებს საბჭოთა კავშირში. ლაშქრობები, კოცონის ირგვლივ შეკრება, გიტარაზე დაკვრა და მსგავსი აქტივობები შეიძლება ითქვას, რომ თავისუფლებისკენ სწრაფვის გამოხატულებაა. აი ურალის პოლიტექნიკური ინსტიტუტი კი ქვეყნის მასშტაბით შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა და შესაბამისად ეს მეტყველებს იმაზე, რომ დიატლოვის გუნდის წევრები წესიდარიგით ნამდვილად არ უნდა ყოფილიყვნენ ის ადამიანები, რომლებიც სრულიად არალოგიკურ ქმედებას ჩაიდენდნენ და მყინვარში ნახევრად შიშვლები გავიდოდნენ გარეთ. 1959 წლის 26 იანვარი. სვერდლოვსკიდან გამოსვლის შემდეგ რამდენიმე დღეა გასული. ტურისტული ჯგუფი ქალაქ ივდელთან ახლოს მყოფ 51 კვარტალის სოფელთან აღმოჩნდება. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად ეს ცივილიზებული სამყაროს დასასრულია. ეს ადგილი იმით არის ცნობილი, რომ 30-იანების ბოლოს აქ ივდელ ლაგი ააშენეს, რომელიც გულაგების სისტემაში შედიოდა. რეგიონში ბევრი ისეთი ადამიანი ცხოვრობდა, რომელსაც ცხოვრების ნაწილი კოლონიაში ჰქონდა გატარებული. ზოგიერთი მათგანი ან ყოფილი პატიმარი იყო, ან ბადრაგი, რომელიც პატიმრებს ედამხედველობდა. ივდელამდე მოგზაურობამ საკმაოდ მშვიდად ჩაიარა. ჯგუფის წევრები ერთმანეთს ემოციებს უზიარებდნენ და მხიარულობდნენ. თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც აღსანიშნავი არის რამდენიმე ინციდენტი. ქალაქ სეროვის სადგურის მოედანზე ტურისტები ღამის გასათენებლად არ დატოვეს. გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, იური კრივონიშენკომ, სიმღერა და ფულის შეგროვება დაიწყო. პერფორმანსი იმით დასრულდა, რომ იგი ადგილობრივი წინასწარი პატიმრობის საკანში გადაიყვანეს. პოლიციასთან დაკავშირებული შემდეგი ინციდენტი ქალაქ სეროვიდან მიმავალ მატარებელში მოხდა, როცა ჯგუფს ნასვამი მამაკაცი აეკიდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, დიატლოვის გუნდის წევრები მშვიდად აგრძელებენ გზას. აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მათ ეს მარშრუტი და უშუალოდ ექსპედიცია შეთანხმებული აქვთ კომუნისტურ პარტიასთან, ანუ კომპარტიასთან. და სავარაუდოდ სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მათ არანაირი პრობლემა არ შექმნიათ უпроცოდ კი მილიციასთან და მეტნაკლებად მშვიდად დაიძვრინეს თავი. 27 იანვარს ჯგუფი მივიდა სევერნის დასახლებასთან. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც მათ დატოვებს იური იუდინი, რომელსაც შეგახსენებთ, მუხლების პრობლემა აწუხებდა. იგი იმედოვნებდა, რომ ტკივილი გაუვლიდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ გზის გაგრძელება უჭირდა. ამიტომ ექსპედიციაში 9 წევრი დარჩა და ისინი მდინარე ლოზვას ნაპირს გაუყვნენ. იუდინი კი 51 კვარტალის დასახლებაში დაბრუნდა. ეს გამოძიებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და საკვანძო მომენტია. იქინა გამომდინარე, რომ ამის შემდეგ დიატლოველების შესახებ ინფორმაციას ვერც ერთი თვითმხილველი ვეღარ მოგვაწვდის, იმიტომ რომ მათ გზაში არავინ შეხვედრიათ. ან ყოველ შემთხვევაში არავინ ისეთი, ვინც მათთან შეხვედრის შესახებ საუბრის სურვილს გამოთქვამდა. გეგმის მიხედვით დიატლოვი ჯგუფთან ერთად ჩრდილოეთ ურალის გადაკვეთას და ოტორტენის მთაზე ასვლას. შემდეგ კი უკანა გზაზე მობრუნებას და უკვე 12 თებერვალს ვიჟაის დასახლებაში დაბრუნებას აპირებდა. დამშვიდობებისას დიატლოვი იუდინს ეტყვის, რომ სპორტ კლუბში ტელეგრამა გაგზავნოს, რომელშიც მეგობრებს დაამშვიდებდა და ეტყოდა, რომ დაბრუნების თარიღი შეიძლება შეცვლილიყო, რადგან გზაში უკან დაბრუნებული რამდენიმე ექსპედიციის წევრისგან მათ შეიტყვეს, რომ ამინდი უარესდებოდა. თუმცა ურალის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სპორტ კლუბის წევრები ჯგუფისგან ტელეგრამას არც 12, არც 14 და არც 16 თებერვალს არ მიიღებენ. 1959 წლის თებერვლის შუა პერიოდში სტუდენტები დაუბრუნდნენ საერთო საცხოვრებელს, თუმცა ისინი ჯერ არ ნერვიულობენ დიატლოვის ჯგუფის არ გამოჩენის გამო. იმიტომ რომ მსგავსი ტიპის ლაშქრობებისას შეფერხება და დაგვიანება სტანდარტული ამბავი იყო. იური იუდინი მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროცესი უკვე ოფიციალურად იყო დაწყებული, ასევე არ ნერვიულობდა. რა თქმა უნდა, მას უკვირდა, რომ ჯგუფი ჯერ არ დაბრუნებულა, თუმცა მას მაინც არ მიუმართავს არც სპორტ კლუბის და არც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან. შესაძლოა ის ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს, რადგან სპორტ კლუბისთვის არ შეუტყობინებია ის, რომ ჯგუფ შეიძლება დააგვიანდეს უკან დაბრუნება. 1959 წლის 17 თებერვალია და ექსპედიციაში წასულ და უკან არ დაბრუნებულ ტურისტებზე ჯერ მხოლოდ და მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლობლები დარდობენ. ისინი სპეციალურად მიმართავენ სპორტ კლუბის კომიტეტის წევრებს იმისთვის, რომ ჩაატარონ სამძებრო სამუშაოები. თუმცა სპორტ კლუბის წევრები სტანდარტულ პასუხს იძლევიან
რომ მსგავსი ტიპის დაგვიანება ჩვეულებრივი ამბავია. რამდენიმე დღის შემდეგ პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მაინც აფორი აქდა და მათ ტელეგრამა გაგზავნეს ვიჟაის დასახლებაში, რაზეც იღებენ პასუხს, რომ დიატლოვის ჯგუფი უკან ჯერ არ დაბრუნებულა. ოფიციალურად სამძებრო ოპერაცია დაიწყო 20 თებერვალს და პირველი პრობლემა, რომელსაც სამძებრო ოპერაციის წევრები წააწყდნენ, ის გახლდათ, რომ დიატლოვის მარშრუტი სპორტკლუბისთვის უცნობი იყო. არადა სტანდარტულად წესი და რიგით ექსპედიციაში წამსვლელი ხალხი სპორტკლუბს აბარებს იმას, თუ რა მარშრუტის გავლა უწევთ. სწორედ ამის გამო სამძებრო ოპერაციას შეუერთდნენ სხვა ის ტურისტები, რომლებიც უღელტეხილზე მანამდე უკვე იყვნენ და დაახლოებითი წარმოდგენა ჰქონდათ იმის შესახებ, თუ რა მარშრუტი შეეძლო გაევლო დიატლოვის ჯგუფს. პირველები, ვინც ჯგუფის საძებნელად წავიდნენ, იყვნენ არა მილიციელები ან სამხედროები, რომლებიც სტანდარტულად ერთვებიან ხოლმე მსგავს სამძებრო ოპერაციებში, არამედ სვერდლოვსკელი ტურისტები. დიატლოველების სავარაუდო მარშრუტის მიმართულებით გაფრინდება თვითმფრინავი ან ორი. მაძიებლები იმედოვნებენ, რომ ისინი თვითმფრინავიდან მაინც შეძლებენ ან დიატლოველების დანახვას, ან იმ ნიშნების დანახვას, რომელიც ჯგუფმა დატოვა. სპორტკლუბის წევრები კი ჩადიან ადგილობრივ დასახლებებში, სადაც ირკვევა, რომ ზოგიერთ მათგანთან დიატლოველები ცოტა ხნით შეყოლმდნენ, ჩაიდალიეს, გათბნენ, არ დარჩნენ გასათენებლად და გააგრძელეს გზა. ძიების პირველმა რამდენიმე დღემ უშედეგო ჩაიარა და ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ სამძებრო ჯგუფმა, რომელიც თვითმფრინავში იჯდა, საკმაოდ დიდი ტერიტორია დაათვალიერეს. მათ ვერ აღმოაჩინეს დიატლოვის ჯგუფის ვერანაირი კვალი. გარკვეული დროის შემდეგ დაკარგული ტურისტების შესახებ ინფორმაცია ზემდგომ პირებთან მიდის და ისინი საჭირო თვლიან იმას, რომ საქმეში ჩაერთონ კინოლოგებიც და სამხედრო პირებიც. ადგილზე მუშაობას იწყებენ ტურისტებიც და ადგილობრივი მაცხოვრებლებიც, რომლებიც მანსის ტომის წევრები არიან, რომლებმაც რა თქმა უნდა ძალიან კარგად იციან აქაური ტყეებიც და ბილიკებიც. ძიების ამ მომენტისთვის მე კი შეგახსენებთ, რომ უკვე თითქმის 10 დღე არის გასული, ჯერჯერობით სერიოზულად არავინ არ ნერვიულობს. და ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არიან ჩართულები კინოლოგებიც, სამხედრო პირებიც და პროკურატურაც. არ ნერვიულობენ იქიდან გამომდინარე, რომ სვერდლოვსკის ოლქის ტურიზმის ექსპერტმა ევგენი მასლენიკოვმა გააჟღერა ასეთი ვერსია, რომ დიატლოვის ჯგუფის რომელიმე წევრს რაიმე სახის ტრავმა შეემთხვა, ანუ ან მოტეხილობა ან რაღაც მსგავსი და ჯგუფის დაგვიანების მიზეზი შეიძლება ეს ყოფილიყო. ჯერჯერობით არავინ არ თვლის იმას, რომ ჯგუფის წევრები გარდაცვლილები არიან. სამძებრო ჯგუფი გადაწყვეტს ოტორტენის მთაზე დასხდომას, რადგან ეს დიატლოვის ექსპედიციის საბოლოო დანიშნულება უნდა ყოფილიყო. მათ მინიმუმ იმის იმედი ჰქონდათ, რომ ტურისტები დატოვებდნენ რაიმე სახის მინიშნებას და თუ ეს მოსაზრება გამართლდებოდა, გაყვებოდნენ მათ კვალს. ჯგუფს, რომელიც ოტორტენის მთაზე დაეშვა, პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ბორის სლაპცოვი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით ეს ადამიანი დიატლოვის ჯგუფის დაღუპვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვერსიის თანაავტორი გახდება. მიწაზე მყოფი სამძებრო ჯგუფი ეკონტაქტება ჰაერში მყოფ სამძებრო ჯგუფს. ისინი თოლში ტოვებენ რაღაც გარკვეულ კვალს იმისთვის, რომ ჰაერში მყოფმა ხალხმა იგივე ტერიტორიის დათვალიერება არ დაიწყოს, რაც მიწაზე მყოფმა ხალხმა უკვე გააკეთა. 25 თებერვალს სამძებრო ჯგუფს პირველად გაუმართლებს. სლაპცოვის ჯგუფი მდინარე აუსპის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩენს ოდნავ შესამჩნევ თხილამურების კვალს და ჩნდება მოსაზრება, რომ ეს სწორედ დიატლოვის და მისი გუნდის წევრების კვალია. ამ დროისთვის სამძებრო ჯგუფი უკვე ორ ნაწილად იყოფა. სლაპცოვის გუნდი აღმოაჩენს ტურისტების მიერ გაკეთებულ დასაბანაკებელ ადგილს, თუმცა ის თუ რამდენი ხნის წინ არის ეს დასაბანაკებელი ადგილი გაკეთებული, ამის დადგენა შეუძლებელია. 26 თებერვალს რამდენიმე მოთხილამურე გადაივლის ხოლადჩახლისა და უსახელო სიმაღლის მთის უღელტეხილს, საიდანაც ისინი შეამჩნევენ შავ ლაქას თოლში. სამძებრო ჯგუფის წევრების გულისცემა ხშირდება. ბორის სლაპცოვის შორიდანვე ხვდება, რომ ეს ტურისტული კარავი სწორედ დიატლოვის გუნდს ეკუთვნის, რადგან იგი არასტანდარტულია და ორი უფრო მომცრო ზომის კარვისგანაა შეკერილი. მის დამზადებაში კი თავად სლაპცოვი იღებდა მონაწილეობას. კარავთან ახლოს რამდენიმე მეტრში ჩარჭობილია თხილამურები. იქვე ახლოსივე გდია ყინულის მჭრელი ნაჯახი. ნაჯახთან ახლოს ქარსაფარი ქურთუკი გდია, რომელიც დიატლოვს ეკუთვნოდა. კარავი დაახლოებით 20 სანტიმეტრის სისქის თოვლით არის დაფარული. ერთი შეხედვით სამძებრო ჯგუფის წევრები ხვდებიან, რომ ეს თოვლი დიდი ალბათობით ქარის მოტანილია. ტურისტები კარავში იხედებიან და ხედავენ,
რომ შიგნით არავინაა. სამძებრო ჯგუფისთვის აღმოჩენა შვების მომგვრელი უფრო იყო ვიდრე სტრესული. ეს ყველაფერი იმას ნიშნავდა, რომ დიდი ალბათობით მათი მეგობრები ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. აღმოჩენილი კარავის ამბავი სხვა სამძებრო ჯგუფის წევრებმაც შეიტყვეს და ისინი მივიდნენ კარავთან. ჯერჯერობით პროკურორი ადგილზე არ არის და შესაბამისად ტურისტებს თავად უწევთ კარვის შესწავლა ისევე როგორც მის ირგვლივ არსებული ტერიტორიის შესწავლა. და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ქაოტურია და არ არის გამორიცხული, რომ მათ საკმაოდ მნიშვნელოვანი და საკვანძო სამხილები აი ამ ქაოტური შესწავლის პროცესში ან გაანადგურეს, ან დაკარგეს. ქაოტური დათვალიერების ნათელი ნიმუში ის გახლავთ, რომ თავდაპირველად ისინი ვერ შეამჩნევენ იმას, რომ კარავი ალაგ-ალაგ გაჭრილია. სამძებრო ჯგუფი იმასაც კი ვერ გაიხსენებს, ვინ იყო პირველი, ვინც ეს აღმოაჩინა. ზედაპირული დათვალიერების შედეგად ტურისტები შიგნით აღმოაჩენენ ფოტოაპარატებს, სპირტიანი სასმელით სავსე მათარას, დოკუმენტებს და ფულს. სპირტიანი სასმელი და კუპიურები კიდევ ერთი დამამშვიდებელი აღმოჩენაა, რადგან ერთიც და მეორეც ამ მხარეში ღირებულად ითვლება და ეს თავის მხრივ გამორიცხავს ძარცვის ან თავდასხმის ვერსიას. ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც ტურისტებმა იპოვეს, ჯგუფის დღიური გახლდათ, რომელშიც უკანასკნელი ჩანაწერი 31 იანვრით თარიღდებოდა. ჩანაწერის მიხედვით, ტურისტები აუსპის მდინარის ხეობიდან გამოვიდნენ და 2 დღეში გეგმავდნენ საბოლოო დანიშნულების ადგილას მისვლას. თუმცა სანამ ამას იზამენ, გეგმავენ ეგრეთ წოდებული ლაბასის გაკეთებას, რომელშიც ზედმეტ ეკიპირებასა და ტვირთს დატოვებენ. ავლენ ოტორტენის მთაზე, უკან დაბრუნებისას მიაკითხავენ და უკანა გზაზე გაიყოლებენ ლაბასში დატოვებულ ნივთებს. კარვის დათვალიერების შემდეგ სამძებრო ჯგუფი ორად იყოფა და აგრძელებს მისიას. დაახლოებით 20 მეტრში მთის ფერდობზე ერთ-ერთი ჯგუფი მორიგ კვალს მიაგნებს, რომლიდანაც ზოგიერთი დიდი, ზოგიც კი შედარებით მომცრო ზომის იყო. ისე თითქოს ისინი ფეხში შულად მყოფმა ხალხმა დატოვა. 9 ადამიანის მიერ დატოვებული ფეხის კვალი დაახლოებით 9 კილომეტრი გრძელდება. როგორც ჩანს, მათ გარკვეული მანძილი ერთად ჰქონდათ გავლილი. შემდეგ ორ ჯგუფად გაიყვნენ, თუმცა ერთმანეთის პარალელურად დაიწყეს სიარული. შემდეგ ისევ ერთად განაგრძეს გზა და მალევე მათი კვალი ახლად მოსულმა თოვლმა გადაფარა. პარალელურად კი დაახლოებით კილომეტრ-ნახევარის მოშორებით, ანუ აი ამ კარვიდან კილომეტრ-ნახევარის მოშორებით, მდინარე ლოზვას მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა სამძებრო ჯგუფი ეძებს ადგილს საიმისოდ, რომ დაბანაკდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ მათ დასჭირდებათ საკმაოდ დიდი ბანაკი, რადგანაც სამძებრო ჯგუფებში საკმაოდ დიდი რაოდენობის ტურისტიც, ოფიციალური პირიც, სამხედრო პირიც და კინოლოგიც არის ჩართული. მდინარესთან მყოფ ერთ-ერთი კედარის ხესთან სამძებრო ჯგუფის წევრები აღმოაჩენენ კოცონს, მაგრამ ისინი მიდიან იმ დასკვნამდე, რომ წესით და რიგით აღნიშნული ადგილი არ არის ხელსაყრელი კოცონის დანთებისთვის. და შესაბამისად ისინი ფიქრობენ, რომ ეს წესით არ უნდა ყოფილიყო დიატლოვის ჯგუფის მიერ დანთებული კოცონი, იმიტომ რომ შეგახსენებთ, ისინი გამოცდილი ტურისტები იყვნენ. დაახლოებით 10 მეტრში სამძებრო ჯგუფის წევრები თოლში საკმაოდ უცნაურ რაღაცას შეამჩნევენ და როცა ახლოს მივლენ, გაირკვევა, რომ ეს ადამიანის მუხლია. სწორედ ასე იპოვიან ისინი დიატლოვის გუნდის გარდაცვლილ პირველ 2 წევრს. რა თქმა უნდა, ისინი აგრძელებენ ირგვლივ არსებული ტერიტორიის შესწავლას, თუმცა ერთადერთი რამ, რასაც ისინი აღმოაჩენენ, არის გადატეხილი, უпростоრად კი მოტეხილი კედარის ხის ტოტები. რაც საკმაოდ უცნაურია, იმიტომ რომ თუ კი დიატლოვის გუნდის წევრებს სურდათ ცეცხლის დანთება, ირგვლივ საკმაოდ დიდი რაოდენობის მშრალი ტოტი ისედაც იყო და შესაბამისად კედარის მოტეხვა ცოტათი არალოგიკური იყო. მოგვიანებით აქ სხვა სამძებრო ჯგუფის წევრებიც მოვლენ სხეულების თოვლიდან ამოსაყვანად. გაირკვევა, რომ ესენი დოროშენკო და კრივონიშენკო იყვნენ. არც ერთ ცხედარს არ ეცვა არც ქურთუკი და არც ჩარვალი. მხოლოდ ერთ მათგანს ეცვა თხელი კუბოკრული პერანგი და კალსონები. სახეზე მათ ან ნისკარტით, ან კლანჭებით ჰქონდათ მიყენებული დაზიანებები. მალევე ადგილზე პროკურორი და რამდენიმე მილიციელიც მოდის. ხოლო ჩახლის მთისკენ მიმავალ ბილიკზე კიდევ ერთ ცხედარს იპოვიან. ახალგაზრდა მამაკაცი შედარებით თბილად იყო ჩაცმული, თუმცა მას არ ეკეთა ხელთათმანები და შარფი. მიუხედავად იმისა, რომ ის შემოსილი იყო თბილი ჯემპრითა და ჟილეტით, მასაც ისევე როგორც სხვა უკვე ნაპოვნ სხეულებს არ აცვია ფეხსაცმელი. შიშველ ფეხებზე კი სხვადასხვა წინდა ჰქონდა. როცა სამძებრო გუნდის წევრებმა აღმოჩენილი სხეული თოვლიდან ამოიყვანეს, მალევე მიხვდნენ, რომ ეს იგორ დიატლოვი იყო.
ამ დღეს მოვლენები საკმაოდ სწრაფად განვითარდა. დატლოვისგან რამდენიმე ასეულ მეტრში კინოლოგების ზაღლი კიდევ ერთ გაყინულ სხეულს პოულობს. ეს სხეული ქალს ეკუთვნოდა და ის განსხვავებით სხვა გარდაცვლილებისგან შედარებით თბილად იყო ჩაცმული. მას ეცვა ქურთუკიც, შარვალიც და ჯემპრიც. თუმცა ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, ისიც ფეხში შველი იყო. ეს ზინაიდა კოლმოგაროვა გახლდათ, რომელსაც სახეზე სისხლის კვალი ეტყობოდა. აღმოჩენილ სხეულებზე დაყრდნობით საკმაოდ გამოსტილი ტურისტი ევგენი მასლენიკოვი აჟღერებს პირველ ვერსიას, რომ მომხდარში დამნაშავეა ძლიერი შტორმი, რომ თითქოს ამ შტორმის გამო დიატლოვის ჯგუფის წევრები უბრალოდ ფერდობზე ჩაცვივდნენ და სწორედ შტორმა გამოიწვია მათი გარდაცვალება. თუმცა მაშინ, როდესაც იგი ქალაქში გააგზავნის ტელეგრამას, საკმაოდ ლოგიკურ პასუხს მიიღებს. თუ კი შტორმი იმდენად ძლიერი იყო, რომ ზრდასრული ადამიანები ფერდობზე ჩააგორა, მაშინ როგორ მოხდა ის, რომ კარავი ერთ ადგილას დგას? მოვლენების განვითარების შედეგად სახელმწიფო სტრუქტურებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ადგილობრივი პროკურორი ბევრად უფრო გამოსტილით შეეცვალათ. 1 მარტის შემდეგ საქმეს ხელმძღვანელობდა ლევ ივანოვი, რომელმაც საკმაოდ დიდი როლი ითამაშა დიატლოვის საქმის გამოძიებაში. ჩასვლისას ის ჩაერთო სამზებრო საქმეში. მისი მთავარი დავალება მომხდარი ტრაგედიის ადგილის შესწავლა და სხეულების აღმოჩენა იყო. გასათვალისწინებელია ის, რომ მაძიებელი ძაღლების შესაძლებლობა უსასრულო ნამდვილად არ არის. თოვლიანი საფარის ქვეშ სხეულის აღმოჩენის შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ისინი უსარგებლო არიან. ამიტომ სამძებრო ჯგუფის წევრები პროცესს დიდი ზონდებით აგრძელებენ, რომლებსაც თოლში არჭობენ სხეულის აღმოსაჩენად. ეს მარტივი საქმე ნამდვილად არაა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ყველაფერი ფრთხილად არის გასაკეთებელი, რადგან სხეულები არ დაზიანდეს. გარდაცვლილების ძიების პროცესი ჯერჯერობით არ იყო წინ წაწეული. პროცესს ხელი არც იმან არ შეუწყო, რომ ადგილზე ჩამოვიდნენ სპეციალისტები, რომლებიც მეტალოდეტექტორებით იყვნენ აღჭურვილები. ლევ ივანოვი ჩამოსვლის შემდეგ ათვალიერებს დიატლოველების კარავს, უпроსწორედ იმას, თუ რა მდგომარეობაში დატოვა სამძებრო ჯგუფმა ის აღმოჩენის შემდეგ. იგი მიდის იმ დასკვნამდე, რომ დაბანაკების ადგილი ცუდად იყო შერჩეული, რადგან ამ ადგილას ძლიერი ქარი უბერავდა. ერთ-ერთ პირველ რადიოგრამაში ივანოვი ისევე როგორც მასლენიკოვი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მომხდარი შესაძლოა, რომ შტორმმა გამოიწვია. იმის გათვალისწინებით, რომ მან კარავში ჩანთიდან ამოღებული სურსათი, ხოლო კარვის გარეთ აღმოაჩინა ფეხსაცმლის და შარდის კვალი, იგი მივიდა შემდეგ დასკვნამდე. სანამ ექსპედიციის წევრები საჭმლის მომზადებით იყვნენ დაკავებულები და ტანსაცმელს იცვლიდნენ, ერთ-ერთი მათგანი სავარაუდოდ გარეთ გამოვიდა ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. თუმცა ძლიერი ქარის გამო ის ფერდობზე დაგორდა და ყვირილი დაიწყო, რაზეც მისი მეგობრები გამოცვიდნენ კარვიდან. თუმცა ძლიერმა ქარმა ისინი იძულებულები გახადა, რომ ფერდობზე დაშვებულიყვნენ. სანამ მათი ნაწილი კედართან ცეცხლს ანთებდა, მეორე ნაწილმა გადაწყვიტა, რომ უკან დაბრუნებულიყო, კარვიდან წამოიღო სურსათსანოვაგე და ტანსაცმელი, თუმცა გზაში ისინი ჰიპოთერმიის გამო გარდაიცვალნენ და კედართან მყოფ ადამიანებს, იმის გამო, რომ მათ ტანსაცმელი და გარდა ამისა საკვებიც არ ჰქონდათ, ზუსტად იგივე ბედი ეწიათ. თუმცა, რა თქმა უნდა, არც ეს ვერსია არ ხსნის იმას, თუ რატომ დარჩა ძლიერი ქარის შემდეგ კარავი ისევ გაშლილი. არც იმას, თუ რატომ იყო მისი ერთი მხარე დაზიანებული ისე, თითქოს ვიღაცა მის დანით გაჭრა და მეტიც. ძლიერი შტორმის ვერსია არც შემდგომი გამოძიების პროცესში არ დადასტურდება. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ თეორია მცდარია, მასში ლოგიკური დეტალებიც არის. ის, რომ ნაპოვნ მხედრებს არ ეცვათ ტანსაცმელი, იმაზე მეტყველებდა, რომ დიატლოველებს რაღაც შეემთხვათ მაშინ, როცა ისინი ტანსაცმელს იცვლიდნენ. საშიშროებამ ისინი იძულებული გახდა, რომ კარავი დაეტოვებინათ და მდინარე ლოზვის ხეობასთან ჩასულიყვნენ. ცოტა ხანში ტურიზმის სპეციალისტმა მასლენიკოვმა კიდევ ერთი ვერსია გააჟღერა. ამ ვერსიის მიხედვით დიატლოვის ჯგუფის წევრები შეაშინა მოვლენამ, რომელსაც სხვადასხვა ტურისტული ჯგუფი აღწერდა. საუბარი მაქვს იმაზე, რომ 1959 წლის 1 თებერვალს და გარდა ამისა 1959 წლის 17 თებერვალს სხვადასხვა ტურისტულმა ჯგუფმა, უпроსწორედ სხვადასხვა ტურისტული ჯგუფის წევრებმა, მათ შორის იმ ტურისტებმაც, რომლებიც შედიოდნენ კორელინის ჯგუფში, ცაში ცეცხლოვანი სფერო შეამჩნიეს. კორელინის ხელმძღვანელობაში მყოფი ტურისტები ყვებოდნენ, რომ 17 თებერვალს დილის საათებში ისინი ხმამაღალმა ყვირილმა გააღვიძა. კარვიდან თითქმის შიშვლები გამოვიდნენ და ცაში ცეცხლოვანი სფერო დაინახეს, რომელიც თანდათან იზრდებოდა. ერთ-ერთი ტურისტის თქმით, ეს ცეცხლოვანი სფერო იმაზე უფრო დიდი იყო ვიდრე მეტეორიტი
და ისეთი შეგრძნება ჰქონდა. თითქოს ის დედამიწას უახლოვდებოდა. თუმცა დაახლოებით 1 წუთის შემდეგ ის თვალთახედვის არეალიდან გაქრა. გეტყვით იმას, რომ დიატლოვის ტურისტული ჯგუფის დღიურში უკანასკნელი ჩანაწერი თარიღდება 31 იანვრით და შესაბამისად მასლენიკოვი აკეთებს დასკვნას, რომ 1 თებერვალს შემჩნეული ცეცხლოვანი სფერო, რომელიც ცაში იყო გამოკიდებული, შესაძლოა გამხდარიყო ტურისტების გარდაცვალების მიზეზი. აქ კიდევ ერთი რამ არის საინტერესო. 17 თებერვლის მოვლენაზე ალბათ გახსოვთ, რომ კორელინის გუნდმა შეამჩნია ეგრეთ წოდებული ცეცხლოვანი სფერო. და სწორედ კორელინის ტურისტული ჯგუფი იყო ის ჯგუფი, რომელიც მანსის ტომში შევიდა და ჩაიმირთვეს, შემდეგ აღარ დარჩნენ და გააგრძელეს გზა. როგორც შემდგომ გაირკვა, მანსის ტომის წევრებს ეგონათ, რომ ესენი დიატლოველები იყვნენ და მაშინ, როდესაც გამოძიებას ჩვენება მისცეს, იდეაში ისე გამოვიდათ, რომ ჩვენება არასწორი იყო. უпростоრად კი მცდარი. უნდა ითქვას ისიც, რომ ადგილობრივი ტომის მაცხოვრებლები ურალის პოლიტექნიკური სტუდენტების ინციდენტში ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით საკმაოდ დიდ როლს თამაშობენ. შეთქმულების თეორიის მოყვარულები ხშირად სწორედ მათ ადანაშაულებენ მომხდარში, რადგან შესაძლო იყო, რომ დიატლოვის ჯგუფმა ან მანსის ტომის რომელიმე წევრი, ან მათი წმინდა ადგილი შეურაცხყო და სწორედ ეს გახდა მათი მკვლელობის მიზეზი. ამ თეორიას მოგვიანებით აუცილებლად მიუბრუნდები. მანამდე კი ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადგილობრივები სამძებრო ჯგუფს ყველანაირად ეხმარებოდნენ. სწორედ ისინი აღმოაჩენენ ეგრეთ წოდებულ ლაბას, რომელიც დიატლოველებმა გააკეთეს, სადაც ისინი ინახავდნენ ზედმეტ ტვირთს და ამ ლაბასის შესწავლის შემდეგ გაირკვევა, რომ არც ერთი ნივთი არ არის წაღებული. 3 დღის შემდეგ კარვიდან დაახლოებით 1 კილომეტრში აღმოაჩენენ რუსტემ სლობოდინის სხეულს. მას, ისევე როგორც დიატლოვს, შედარებით თბილად ეცვა. პერანგი, პერანგზემოთ ჯემპრი, კალსონები და მათზე ამოწმული შარვალი. ერთ ფეხზე სლობოდინს თექის ჩექმა ეცვა. თავზე კი ქუდი ეფარა, რაც რა თქმა უნდა ასევე გამორიცხავს ძლიერი შტორმის ვერსიას, რადგან ასეთ შემთხვევაში მას ქუდი არ ეფარებოდა. სლობოდინის სხეული გულდაღმა იწვა. სახის ქვეშ კი პატარა ღრმული იყო გაკეთებული, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ დაცემის მომენტში ის ცოცხალი იყო. მისმა სუნთქვამ კი თოვლი გაადნო. საინტერესო კი ის იყო, რომ რუსტემს თავზე ბლაგვის საგნით მიყენებული ზიანი აღენიშნებოდა. ამის პარალელურად ექსპერტიზა შეისწავლის კარვის დაზიანებებს. გაირკვა, რომ მათ ნაწილზე პასუხისმგებელი სამძებრო ჯგუფის წევრები არიან, ხოლო მეორე ნაწილი ბევრად უფრო საინტერესო იყო, იმიტომ რომ მათ ეტყობოდათ დანის კვალი და შესაბამისად გამოდის, რომ ვიღაცას კარავში შესვლა სურდა. მოგვიანებით ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ კარავი დანით იყო დაზიანებული, თუმცა მნიშვნელოვანი დეტალი ის გახლავთ, რომ დანის პირი არა გარედან, არამედ შიგნიდან იყო გასმოლენ. გამოდის, რომ დიატლოველებმა თავად გაჭრეს კარავი გარეთ გამოსასვლელად, რადგან როგორც ჩანს, ელვის გასახსნელად მათ დრო არ ჰქონდათ. პარალელურად სამედიცინო ექსპერტიზამ გამოიტანა დასკვნა, რომ 5-ვე ადამიანი გარდაიცვალა ჰიპოთერმიის გამო. ანუ მარტივ ენაზე რომ თქვა, ისინი გაიყინნენ. თუმცა გარდაცვალების მიზეზი არ ხსნის საერთოდ იმას, რომ სლობოდინს კეფის არეში ლაგვის საგნით ჰქონდა მიყენებული ზიანი. მაგრამ მთავარი შეკითხვა, ანუ ის თუ რა მოუვიდა დიატლოვის ექსპედიციის ჯგუფის წევრებს და რატომ გამოვიდნენ ისინი კარვიდან თითქმის სრულიად შიშვლები, ან ნახევრად შიშვლები და გარდა ამისა, ის თუ სად არის სხვა 4 სხეული, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი რჩებოდა. სანამ გამოძიება გრძელდება, უკვე ნაპოვნი ადამიანების ახლობლები ემზადებიან დაკრძალვისთვის. გასაკვირი ამაში არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტი. სახელმწიფო სტრუქტურები მათ აძლევენ რეკომენდაციას, რომ მიცვალებულები ან ივდელში, ან მთებში დაასაფლავონ. რეკომენდაცია, რომელიც მოთხოვნას უფრო წააგავდა საკმაოდ უცნაურად ჟღერს, რადგან ექსპედიციის ყველა წევრი სვერდლოვსკში სწავლობდა. დაკრძალვა მაინც ქალაქში გადაწყდა, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნათესავებმა პროტესტი დაიწყეს. იური იუდინის თქმით, ხელისუფლებამ მაქსიმალურად სცადა საქმის მიჩქმალვა და ისე იქცეოდა თითქოს არაფერი მომხდარა. თუმცა მიუხედავად ამისა, დაკარგული ცხედრებისა და დაღუპული ტურისტების შესახებ ინფორმაცია სვერდლოვსკში მალევე გავრცელდა. დაკრძალვის ცერემონიას 1000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. 5 ცხედრიდან 4 ერთ სასაფლაოზე დაასაფლავეს. იური კრივონიშენკო კი მეორეზე. სწორედ იური კრივონიშენკოს მამა იყო ის ადამიანი, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცეცხლოვანი სფერო 1 თებერვალსაც შეამჩნიეს, იმიტომ რომ დაკრძალვის დღეს მასთან მივიდა 2 ტურისტი და დაახლოებით იგივე რაღაც აღუწერა, რაც კორელინის ჯგუფის წევრებმა შეამჩნიეს.
პროკურორმა ივანოვმა ამ მოვლენას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ მოვლენაზე არა ერთი და ორი, არამედ რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას მყოფი საუბრობდა. და შესაბამისად ის, რომ ეს ან ტყუილი იყო, ან ის, რომ ეს ადამიანის ფანტაზიის ნაყოფი იყო, რა თქმა უნდა, მან ავტომატურად გამორიცხა. მაგრამ ამ დეტალს ბევრად უფრო დიდი ყურადღება მიექცია მას შემდეგ, რაც გამჟღავნდა ის ფირები, რომლებიც კარავში აღმოჩენილ ფოტოაპარატებში იყო. სამძებრო ჯგუფმა 3 ფოტოაპარატი იპოვა. ფირზე აღბეჭდილი იყო სალაშქრო ჯგუფისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ფოტოები, ბუნება, კოცონთან მყოფი ხალხი და უბრალოდ მეგობრული ურთიერთობები. კრივონიშენკოს ფოტოაპარატის ფირზე ასახული ბოლო ფოტო აღმოჩენილებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა. მასზე აღბეჭდილია შავი პეიზაჟი და ცაში გამოკიდებული ნათელი წერტილი, რომელიც არ არის მოქცეული ფოკუსში. პირველი რაც პროკურორს გაახსენდება, სწორედ ის ცეცხლოვანი სფეროა, რომელზეც სხვადასხვა ტურისტული ჯგუფის წევრები საუბრობდნენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლევ ივანოვი, რომელიც გამოძიებას ხელმძღვანელობდა მოგვიანებით ინტერვიუებში, საუბარი მაქვს დაახლოებით 90-იან წლებში, საუბრობდა იმაზე, რომ კომპარტიამ მას დაჟინებით სთხოვა, თუმცა ეს რამდენად თხოვნა იყო და არა მოთხოვნა კიდევ სხვა საკითხია, რომ არ დაეკავშირებინა დიატლოველების საქმესთან ეგრეთ წოდებული ცეცხლოვანი სფეროები და თუ რატომ, ამას ცოტა მოგვიანებით გაიგებთ. სანამ ლევ ივანოვი გამოძიებას ხელმძღვანელობს, სამძებრო ჯგუფი დარჩენილი 4 ცხედარის აღმოჩენას ცდილობს. მარტის და აპრილის თვემ ისე ჩაიარა, რომ ვერც ერთი მათგანი ვერ იპოვეს. თუმცა მაისის დასაწყისში, მაშინ როცა თოვლმა ოდნავ დაიწყო დნობა, რაღაც კვალი გამოჩნდა. სამძებრო ჯგუფმა კედარისა და ნაძვის ხის მომტრეული ტოტები აღმოაჩინეს, რომლებიც არა ქაოტურად, არამედ ისე იყო დაწყობილი, თითქოს ბილიკს წარმოადგენდნენ. ტოტებისგან გაკეთებულმა ეგრეთ წოდებულმა ბილიკმა სამძებრო ჯგუფი ხევამდე მიიყვანა. საინტერესო ისაა, რომ აღნიშნული კუსტარული ბილიკი მანსის ტომის წევრმა აღმოაჩინა. ხევთან კი მან გაყინული შარვლის ნაჭერი და ჯემპრის ნაგლეჯი იპოვა. ამავე დღესვე იპოვეს გარდაცვლილი სხეულიც, რომელიც ლიუდმილა დუბინინას ეკუთვნოდა. სამძებრო სამუშაოები უფრო აქტიური გახდა და მალევე დუბინინას სხეულთან ახლოსვე იპოვეს 3 მამაკაცის ნეშტიც, რომლებიც ისე იყვნენ ერთმანეთს ჩახუტებულები, თითქოს ყველანაირად ცდილობდნენ გათბობას. ზალატაროვის, კოლევატოვისა და ტიბო ბრინიოლის სხეულებს გახრწნის კვალი ეტყობოდათ, თუმცა ეს სულაც არ ხსნის იმ ფაქტს, რომ მამაკაცების სხეულებს არ ჰქონდათ თვალის გუგები, დუბინინას კი ენა. ბოლოს აღმოჩენილ 4 სხეულთან დაკავშირებით სასამართლო ექსპერტიზამ საკმაოდ საინტერესო დასკვნა გამოიტანა. აღმოჩნდა, რომ კოლევატოვი ისევე როგორც 5 მანამდე ნაპოვნი ადამიანი ჰიპოთერმიის გამო გარდაიცვალა. თუმცა 3 სხვა შემთხვევაში მიზეზი სულ სხვა რამ იყო. დუბინინას, ზალატაროვასა და გარდა ამისა ტიბო ბრინიოლის სხეულების შესწავლის შედეგად ექსპერტიზა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მათ ჰქონდათ ისეთი ტრავმები, რომლებიც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო. საუბარი მაქვს პირველი 2 შემთხვევაში ნეკნების მოტეხილობაზე, აი ტიბო ბრინიოლის შემთხვევაში კი თავის ქალის ფუძის მოტეხილობაზე, რომელიც არ არის გაურკვეველი რამ გამოიწვია. ცხოველის თავდასხმამ, ადამიანის თავდასხმამ, თუ ბუნებრივმა სტიქიამ და ბუნებრივი სტიქიის მიერ გამოწვეული ზიანი იყო ეს ყველაფერი. თუმცა ერთი რამ ფაქტია. ტიბო ბრინიოლის სხეულთან არ იყო არაფერი ისეთი, ანუ არც დიდი ქვა, არც დიდი ხე, არც რაიმე მსგავსი, რასაც შეეძლო აღნიშნული ტრავმის გამოწვევა. 1959 წლის მაისში დიატლოვის ტურისტული ჯგუფის უკანასკნელი აღმოჩენილი წევრების დაკრძალვის ცერემონიალი ტარდება. დაღუპულთა ახლობლები დაჟინებით ითხოვდნენ გახსნილ სასახლეს. თუმცა პროკურორი ივანოვის განკარგულებით ცერემონია დახურული კუბოების ფონზე ჩატარდა. პროკურორი ამას იმით ხსნიდა, რომ სხეულები გახრწნილი იყო და მათი ნახვა საზოგადოებაში ძლიერ შოკს გამოიწვევდა. ერთადერთი ადამიანი, ვინც მიცვალებული საკუთარი თვალით ნახა, დუბინინას მამა იყო, რომელსაც შვილის ნახვისას გული წაუვიდა. დაკრძალვიდან საკმაოდ მოკლე დროში პროკურატურამ საქმე დახურა. დასკვნაში კი ჩაწერა, რომ დატლოველების გარდაცვალების მიზეზი იყო სტიქიური ძალა. თუმცა კონკრეტულად რა სტიქიურ ძალაზეა საუბარი, პროკურატურას როგორც უკვე მანამდე გითხარით, არ აღუნიშნავს. ეს საქმე გარკვეული დროით გრიფით საიდუმლო იყო. თუმცა შემდეგ ეს გრიფით საიდუმლო მოხსნეს და სვერდლოვსკის ოლქის არქივში გაგზავნეს. სწორედ ასე, ეს ისტორია გახდა საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც აგერ უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტიად ცდილობენ
და მოდით ახლა ერთად განვიხილოთ არსებული ვერსიები და ვცადოთ გავერკვეთ, რომელი მათგანია ჭეშმარიტი. თუმცა სანამ ამას ვიზამ, მანამდე ის უნდა შეგახსენოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ არხის გამოწერა, ამ ვიდეოს დალაიქება და მისი გაზიარება სოციალურ ქსელებში. მოკლედ, მომხდარიდან 66 წელია გასული და შესაბამისად არ არის გასაკვირი ის, რომ ამ თემასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი რაოდენობის თეორიები და ვერსიებია გავრცელებული. რა თქმა უნდა, ყველას განხილვას არ ვაპირებ, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგიერთი მათგანი უბრალოდ იმდენად აბსურდულია, რომ მათზე საუბარი ზედმეტიც კია, მაგრამ ვისაუბრებ იმ ვერსიებზე, რომლებშიც არის мотивაციაც, არგუმენტებიც და რამდენიმე ფაქტიც. მომხდარის ახსნის თეორიები შეიძლება 4 ჯგუფად დაიყოს. ბუნებრივი მიზეზები, ანუ ზვავი, მეწყერი, ითოვლობა, ქარბუქი და სხვა. ტექნოგენური მიზეზები, ანუ საიდუმლო ობიექტები, ახალი იარაღის ტესტირებები, რადიაციის გავლენა და ასე შემდეგ. კრიმინალური ვერსია, რომლებშიც მანსის ტომის წევრებიც, ციხიდან გაქცეული პატიმრებიც და თქვენ წარმოიდგინეთ, ამერიკელი ჯავშუშებიც ფიგურირებენ. და ბოლოს ანომალიური ვერსია, უცხო პლანეტელები, ულტრაბგერები და სხვა. 4-თა ნიშანში შერლოკ ჰოლმსი ამბობდა შემდეგ ფრაზას, რომ მაშინ, როდესაც საქმეს იძიებ, პირველ რიგში უნდა გამორიცხო ყველა შეუძლებელი ვერსია და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამას იზავ, მიაგნებ ჭეშმარიტებას. მოდი ჩვენ ახლა მივყვეთ მსოფლიოში ნომერ მეორე საუკეთესო დეტექტივის სტრატეგიას, პირველი ბეტმენია და ვნახოთ, რომლებია შეუძლებელი ვერსიები. პირველი ვერსია, მანსის ტომის თავდასხმა. აღნიშნული ვერსია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც გაჟღერდა მას შემდეგ, რაც მიცვალებულები აღმოაჩინეს. აქ საინტერესო ის არის, რომ მანსის ტომის წევრებს ხელისუფლება ისე არ აკონტროლებდა, როგორც საზოგადოების სხვა ნაწილს. იქინა გამომდინარე, რომ ისინი უბრალოდ მონადირეები იყვნენ, რომლებიც თავისი ცხოვრების სტილი ცხოვრობდნენ, არ ერთვებოდნენ სახელმწიფო საქმეებში, არ იხდიდნენ გადასახადებს და გარდა ამისა, არ დადიოდნენ არჩევნებში. ნუ საბჭოეთი და არჩევნები კიდე სხვა საკითხია, მაგრამ მანსის წევრები რო რამე ამ საკითხით არ იწუხებდნენ თავს. მანსის ტომის წევრისგან თავდასხმის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო ის ფაქტი, რომ ტურისტებმა ერთგვარი წმინდა ადგილი შეურაცხყვეს, ან მათსა და ტომის წარმომადგენლებს შორის რაიმე კონფლიქტი მოხდა. დღეს ეს ვერსია უკვე იმდენად პოპულარული აღარ არის. პირველ რიგში იქინა გამომდინარე, რომ მანსის ტომის უახლოესი დასახლება მომხდარიდან დაახლოებით 100 კილომეტრში იყო. მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ მანსის ტომის წევრებისთვის იმ პერიოდისთვის საერთოდ არ იყო დამახასიათებელი ეგრეთ წოდებული წმინდა ან საკრალური მიწის კონცეფცია. და თან ამ ყველაფრის გარდა, მხოლოდ ჩახლის მთა რო რამე მათთვის კარგი სანადირო ადგილი ნამდვილად არ იყო. ამ ყველაფრის მიღმა ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ აღმოჩენილ სხეულებთან მანსის ტომის წევრების კვალი საერთოდ არ ჩანდა. და შესაბამისად, ის რომ მანსის ტომელებმა მოკლეს დიატლოვის ჯგუფის წევრები, ფაქტობრივად გამოსარიცხია. ამას გარდა ისიც უნდა ითქვას, რომ მანსი საკმაოდ მეგობრული ტომი იყო. ტურისტები მათთან ხშირად ჩერდებოდნენ ჩაის დასალევად, გასათბობად და ღამის გასათენებლად. მეორე ვერსია, ზვავი. აღნიშნული ვერსია საკმაოდ ლოგიკურად ჟღერს, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს მასშტაბით მსგავს სიტუაციებში, ანუ მაღალმთიან რეგიონში, იქ სადაც დითოვლობა არის, ზვავი ტურისტთა გარდაცვალების მიზეზთა შორის 80%-იან ადგილს იკავებს, მაგრამ პროკურატურამ ეს ვერსია თავიდანვე გამორიცხა. პირველ რიგში გასათვალისწინებელია მთა ხოლადჩახლის განლაგება და დახრის კუთხე, რომელიც თითქმის ბოლომდე გამორიცხავს ზვავის წარმოქმნის საშიშროებას. ამ ადგილას ზვავის ჩამოწოლის შემთხვევა ტრაგედიამდე უკანასკნელ 60 წელიწადში არ დაფიქსირებულა. პროკურორმა ივანოვმა, ტურიზმის ექსპერტმა მასლენიკოვმა და სხვა სპეციალისტებმა ერთობლივად გააკეთეს ის დასკვნა, რომ მომხდართან ზვავი არაფერ შუაში იყო. კარავი მყარად იყო დამაგრებული, მასთან ახლოს ჩარჭობილი სათხილამურო ჯოხები არ იყო წაქცეული. თოვლის ფენა კი, რომელიც კარავზე იყო, ავტომატურად გამორიცხავდა არა მხოლოდ ზვავს, არამედ დითოვლობასაც. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გარდაცვალების მიზეზად ჰიპოთერმია მხოლოდ 6 ადამიანს დაუდგინდა. დანარჩენმა კი ისეთი ტრავმა მიიღო, რომელიც ვერ იქნებოდა ზვავისგან გამოწვეული. ზვავის ვერსიას კიდევ ერთი ქვე-თეორიაც აქვს, რომელიც თოვლის ფილის თეორიის სახელით არის ცნობილი. საუბარი მაქვს თოვლის ფილის დატკეპნილ ფენაზე, რომელიც დაიძრა მაშინ, როდესაც ტურისტებმა, ანუ დიატლოველებმა დაამაგრეს კარავი.
ამ ვერსიის მომხრე არის სლავცოვი, ანუ ის ადამიანი, რომელმაც კარავი აღმოაჩინა. ამ თეორიის მომხრეები საკმაოდ მარტივად ხსნიან ძალიან ბევრ ისეთ დეტალს, რომელიც სხვა თეორიების შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. მოკლედ, ამ თეორიის მიხედვით, თოვლის დატკეპნილი ფილა ფერდობის ზედა მხრიდან დაიძრა და შესაბამისად დაეყარა ან დაეჯახა კარავს. ამის გამო დიატლოველებმა გადაწყვიტეს, რომ გაეჭრათ კარავი შიგნიდან დანით, გამომძვრალიყვნენ კარვიდან, მათ ვერ მოასწრეს ტანსაცმელის აღება და ჩაცმა, ზოგიერთმა მათგანმა კი ტრავმა მიიღო, იმიტომ რომ თოვლის ფილა გავიმეორებ, დატკეპნილი იყო და მკვრივი იყო. ამის შემდეგ დიატლოველებმა ტრავმირებულ თანაგუნდელებს ჩააცვეს თბილი ტანსაცმელი და ჩაიყვანეს ფერდობზე. მას შემდეგ, რაც ისინი ფერდობზე ჩაიყვანეს და მდინარესთან ახლოს დატოვეს, ისევ ზევით ავიდნენ ის ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ ტრავმირებულები და გზაში ჰიპოთერმიით გარდაიცვალნენ. ხო, ნუ მოკლედ ეს თეორიაც მეტნაკლებად ხსნის საკმაოდ ბევრ დეტალს. ერთი შეხედვით, ეს თეორია საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს და მას დიდი რაოდენობით ფაქტიც ადასტურებს. ბევრი ტურისტი ჰიპოთერმიას ემსხვერპლა, რაც ფილის ჩამოშლის შედეგი შეიძლება ყოფილიყო. ის თუ როგორ იყო კარავი დამაგრებული და რა რაოდენობის თოვლი იყო მის ზედაპირზე, ასევე კარგად იხსნება ამ თეორიით. რაც შეეხება თვალებისა და ენის არქონას გარდაცვლილებზე, თეორიის მომხრეები ცხოველების თავდასხმით ხსნიან. თუმცა აღნიშნული თეორია მაინც ვერ ხსნის ყველა დეტალს, ან უпростоრედ კითხვის ნიშნებს ტოვებს და კითხვებს ტოვებს გარკვეულ ფაქტებთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ კი თოვლის ფილამ დააზიანა ზოგიერთი მათგანი იმ დონემდე, რომ ზოგიერთ მათგანს ჰქონდა ნეკნები ჩამწრეული, როგორ მოხერხდა და როგორ მოხდა ისე, რომ კარავში არსებული ნივთები არ იყო დაზიანებული. გარდა ამისა, ის სათხილამურო ჯოხები რატომ არ წაიქცა, ან რატომ არ გაფუჭდა კარვის საკვამური და კიდევ ბევრი სხვა დეტალი. მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ისიც არის, რომ თუ კი ეს გახდა ადამიანების, ანუ დიატლოველების დაზიანების მიზეზი, როგორ მოახერხეს და ამ ადამიანებმა მსგავსი ტრავმებით, როგორ გაიარეს კილომეტრზე მეტი მანძილი და თან ისე, რომ არც ერთი მათგანი მეგობარს ხელში არ ყავდა აყვანილი. ამაზე კი მეტყველებდა ის კვალი, რომელიც თავდაპირველად აღმოაჩინეს სამძებრო ჯგუფის წევრებმა. მოკლედ, ეს თეორიაც რო რამე საკმაოდ დიდი რაოდენობის კითხვის ნიშანს ტოვებს. მესამე ვერსია. ძლიერი ქარი. ამ ვერსიაზე ვიდეოში ასე თუ ისე ვისაუბრე. ისიც კი გითხარით, რომ მას განიხილავდა პროკურორიც და გარდა ამისა ტურიზმის ექსპერტიც. და მიუხედავად იმისა, რომ მას საკმაოდ არამყარი არგუმენტები ჰქონდა, მოდით ცოტა უფრო მეტ დეტალს გაგაცნობთ. მეტეოსადგურის მონაცემების თანახმად 1 თებერვალის ღამეს ქარი დაახლოებით 60 კმ/სთ სიჩქარის იყო, რაც რა თქმა უნდა საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. თუმცა სულაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი მთის ფერდობიდან ჩააგოროს და რაიმე სახის მძიმე ზიანი მიაყენოს. საშუალო სტატისტიკური ქარიშხალის სიჩქარე ამ ქარის სიჩქარეზე სტანდარტულად ორჯერ უფრო მაღალია ხოლმე. და თან ამ ვერსიის მიხედვით სულ რომ ვინმე დაგორებულიყო ფერდობზე, ეს სულაც არ ხსნის იმ ფაქტს, რომ ჯგუფის ყველა წევრი გამოვიდა კარვიდან. მე შეგახსენებთ იმას, რომ კი, ისინი მეგობრები იყვნენ, რა თქმა უნდა, და შესაბამისად, მეგობრის დასახმარებლად ყველაფერს იზამთნენ, მაგრამ ამ მეგობრობის მიღმა იყო გასათვალისწინებელი შემდეგი ფაქტორი. ისინი გამოცდილი ტურისტები იყვნენ და შესაბამისად მსგავს შეცდომას არ დაუშვებდნენ და არ გამოვიდოდნენ კარვიდან ნახევრად შიშვლები. და თან ამ ყველაფრის გარდა გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. კარავი ერთ ადგილას დარჩა, ზუსტად ისევე როგორც მასთან ახლოს თოლში ჩარჭობილი სათხილამურო ჯოხები. არადა ქარიშხალი რომ ყოფილიყო, კარავს თუ არა ამ სათხილამურო ჯოხებს მაინც წააქცევდა. მეოთხე ვერსია. სამხედრო საიდუმლო. აღნიშნული ვერსია ორ ქვე თეორიად იყოფა. პირველი მათგანი სწორედ იმ ცეცხლოვან სფეროებს ეხება, რომლებზეც ტურისტები საუბრობდნენ. შეგახსენებთ, რომ პროკურორი ლევ ივანოვი 90-იან წლებში მიცემულ ინტერვიუში საუბრობდა იმაზე, რომ საბჭოთა ხელისუფლება დაჟინებით არწმუნებდა, რომ საქმეში მომხდარ ინციდენტსა და ცეცხლოვან სფეროებს შორის კავშირზე არ ესაუბრა. მეტიც, აღნიშნულ ინტერვიუში ივანოვი იმაზე საუბრობდა, რომ სწორედ ამოუხსნელი ციური ნათება გახდა ტურისტების გარდაცვალების მიზეზი. ისე რორამე 30 წლის შემდეგ მიცემულ საგაზეთო ინტერვიუს წესი და რიგით სკეპტიკურად უნდა შევხედოთ და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი, რა თქმა უნდა, გახლავთ პროკურორის ასაკი.
ანუ 30 წელია გასული, დაბერდა ადამიანი და 30 წლის შემდეგ საგაზეთო ინტერვიუში საუბრობს იმაზე, რომ ეს ცეცხლოვანი სფეროები იყო არა რაკეტა, არამედ გაურკვეველი წარმოშობის ენერგიის სფერო, რომელსაც თანამედროვე მეცნიერება უბრალოდ ვერ ხსნის. მეორეს მხრივ კი უნდა გავიხსენოთ ის თუ რა ეპოქას ემთხვევა დიატლოვის ტურისტული ჯგუფის ტრაგედია. შეგახსენებთ, რომ ამ პერიოდში ცივი ომი მძვინვარებდა. კოსმოსური რბოლა კი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. ბაიკანურისა და პლისეცკის კოსმოდრომიდან რაკეტებს უშვებდნენ. და ის ფაქტი, რომ 31 იანვრისა და 17 თებერვალის ღამეს ტურისტებმა ციური მნათობი შეამჩნიეს, ამ კოსმოდრომიდან გაშვებული რაკეტებით შეიძლება აიხსნას. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ დაახლოებით ამ თარიღებში რაკეტების გაშვება მართლაც არის დაარქივებული. ამ საკითხს სკეპტიკოსები საკმაოდ აქტიურად განიხილავენ. ისინი სვამენ ლოგიკურ შეკითხვას. არის თუ არა შესაძლებელი ურალის მთიდან ან ერთი ან მეორე კოსმოსური სადგურიდან გაშვებული რაკეტის დანახვა შესაძლებელი. ისინი მათემატიკურ გამოთვლებსაც კი აწარმოებენ. თუმცა აქ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი. 1 თებერვალს დანახული კოსმოსური ციური ცეცხლოვანი სფეროს შესახებ ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ ურალის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის 2 სტუდენტმა დაადასტურა. რაც შეეხება იმ ფირს, რომელიც ტურისტების ფოტოაპარატში იქნა აღმოჩენილი, ერთი რამ, რაც მასზე დაზუსტებით შეიძლება ითქვას, ის გახლავთ, რომ ცენტრში არსებული ლაქა ანარეკლია. ამას ის ადასტურებს, რომ მას 8 კუთხედის ფორმა აქვს. რაც შეეხება ფოტოს მარცხენა მხარეს მყოფ ნათებას, მისი გარჩევა შეუძლებელია ბუნდოვანების გამო. დიდი ალბათობით, სწორედ რაკეტების გაშვებაა იმის მიზეზი, რომ ხელისუფლება პროკურორს დაჟინებით მოუწოდებდა იმისკენ, რომ ამ ციურ ნათებასა და საქმესთან შორის არანაირი კავშირი არ დაედოკუმენტირებინა. სამხედრო საიდუმლოს თეორიის მეორე ქვე-ვერსია გულისხმობს იმას, რომ საბჭოელები ამ ტერიტორიაზე რაღაც იარაღს ტესტავდნენ, რომელსაც რადიაციის დონე საკმაოდ მაღალი ჰქონდა. და არ იყო გამორიცხული, რომ ტურისტები სწორედ ამ რადიაციის დონეს ემსხვერპლნენ. აქ ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ 1959 წლის გაზაფხულზე, მაშინ როდესაც პროკურორმა ივანოვმა სხვა ტურისტებიც გამოკითხა, ზოგიერთმა მათგანმა უცნაური აირები ახსენა დაკითხვის პროცესში. შესაბამისად, მან რა თქმა უნდა ჩათვალა საჭიროდ, რომ რადიოლოგიური ტესტირებები ჩატარებულიყო და მაშინ როდესაც რადიოლოგების პასუხი მიუვიდა, საკმაოდ საინტერესო რამ გაიგო. ზოგიერთი მსხვერპლის სამოსე რადიაციის დონის ნიშნული საშუალოზე ოდნავ მაღალი აღმოჩნდა. საუბარი იმ გარდაცვლილებზე მაქვს, რომლებიც მდინარესთან ახლოს მყოფ ხევში აღმოაჩინეს. ამ ვერსიის პრობლემა ის გახლავთ, რომ რადიაციის დონე კი იყო საშუალოზე ოდნავ მაღალი, მაგრამ არა იმდენად მაღალი, რომ ადამიანისთვის სერიოზული ზიანი მიეყენებინა. თუმცა აქ ალბათ ჩდება ლოგიკური შეკითხვა. რა უნდა აქ რადიაციას? ამასაც ახლავე აგიხსნით. რათან ძალიან მარტივად. 1955 წლიდან 1990 წლის ჩათვლით, ახალი მიწის ტერიტორიაზე საკმაოდ დიდი რაოდენობის ბირთვული იარაღი გამოსცადეს. მათ შორის იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ცარ ბომბას გამოცდაც. რადიაციის ვერსიასთან აუცილებლად სახსენებელია ინფრაბგერების თეორიაც, რომლის მიხედვითაც მთათა სისტემაში ქარი ისე მოძრაობს, რომ მისგან გამოწვეული ხმა შესაძლებელია გონების დაბინდვას იწვევდეს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ინფრაბგერებს ზოგიერთი ქვეყანა ომის დროს იყენებდა. მოგვიანებით კი ცდების შედეგად გაირკვა, რომ მისი გავლენა ადამიანის გონებაზე იმდენად მცირე იყო, რომ ამ მიმართულებით იარაღის განვითარების დაფინანსებას აზრიც კი არ ჰქონდა. მეხუთე ვერსია: სისხლის სამართლის საქმე. ამ ვერსიის სათაური ალბათ ყველაფერზე მეტყველებს. საუბარი არის ან გაქცეულ პატიმარზე, ან არადა ბრაკონიერზე. თუმცა, რა თქმა უნდა, ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ არც ერთ მიცვალებულთან არ იყო სხვა უცხო ადამიანის კვალი და გარდა ამისა, მათი ნივთები არ იყო დაკარგული. მეექვსე ვერსია: კონსპიროლოგია და ჯაშუშები. ალბათ ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ვერსია, თუმცა არა მისი დამაჯერებლობის გამო, არამედ იმის გამო, რომ ასე საკმაოდ კარგად შეგვიძლია დავინახოთ ის თუ რამდენად დიდი გასაქანი შეიძლება მისცეს ადამიანმა ფანტაზიას. ამ ვერსიის თანახმად, ექსპედიციის ორი მონაწილე, ზალატაროვი და კოლევატოვი, კგბ-ს თანამშრომლები იყვნენ. ექსპედიცია კი თავის მხრივ საიდუმლო მისიას მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები უნდა მისულიყვნენ ოტორტენის მთასთან და იქ
უცხოელი ჯაშუშებისთვის გადაეცათ საბჭოელების ბირთვული პროგრამის საიდუმლოებები. ამ ვერსიის მიხედვით კგბ-ს ჰქონდა დაგეგმილი ის, რომ ჯაშუშების დახმარებით უცხოელებისთვის ყალბი მონაცემები მიეცათ და უცხოელებმა მოლაპარაკებების დროს ეს ყველაფერი გაიგეს, გაარკვიეს და შესაბამისად დიატლოველები მოიშორეს. რა თქმა უნდა, ეს ვერსია აბსურდულად ჟღერს, მაგრამ მოდით მაინც განვიხილოთ. მოკლედ უცხოელები და სავარაუდოდ ამერიკელები, იმიტომ რომ შეგახსენებთ ყველაფერი ხდება საბჭოთა კავშირში, დაემუქრნენ დიატლოვის გუნდის წევრებს და ისინი იარაღის მუქარის ზემოქმედების ქვეშ დააძევეს კარვიდან. თუმცა რამდენიმე მათგანს მისცეს იმის საშუალება, რომ დასასმელი ჩაეცვათ, ზოგიერთ მათგანს სხვადასხვა წინდაც კი, არ ვიცი ეს რატომ გააკეთეს, და მაშინ, როდესაც დიატლოველებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, ისინი იძულებულები გახდნენ, რომ ძალა ეხმარათ. და სწორედ ეს ხსნის იმ ფაქტს, რომ ზოგიერთ დიატლოველს არ ჰქონდა თვალი, ერთ-ერთ მათგანს კი ენა. ხო, ნუ მოკლედ აი ასეთი მეტნაკლებად აბსურდული თეორიები და ვერსიებიც არსებობს, თუმცა ყველა თეორიას ალბათ უნდა ჰქონდეს არსებობის უფლება, მაგრამ რო რამე წინასწარ გეტყვით, უცხო პლანეტელების ვერსიას აქ არ გავაჟღერებ. და ხო, ეგეთი ვერსიაც არსებობს. მოკლედ რომ ვთქვა, დიატლოვის უღელტეხილის საქმე, რაც არ უნდა მომხდარიყო მაინც რაღაც კონსპირაციულისა და მისტიური სირგვლივი ტრიალებს. ბევრს დღემდე სჯერა, რომ ხელისუფლება მალავს რაღაც ისეთს, რაც ხსნის 9 ტურისტის გარდაცვალების ამბავს. თუმცა თუ ამ ვერსიას ჩავებღაუჭებით, ისიც უნდა ითქვას, რომ საქმეს გრიფით საიდუმლო საკმაოდ მალევე მოეხსნა, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი არ იყო დაშლილი, არადა ამ პერიოდში რო რამე სახელმწიფოს შეეძლო, რომ თუ კი საქმეს არ გაასაჩივრებდნენ 25 წლის განმავლობაში, საერთოდ გაინადგურებინა საქმეში არსებული მასალები და მისი უტილიზაცია მოეხდინა. პერესტროიკისა და ბოლოს უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არაერთ ისეთ დოკუმენტს მოეხსნა გრიფით საიდუმლო, რომელიც რეპუტაციულ ზიანს აყენებდა სახელმწიფოს და 9 უბედური ტურისტის სიკვდილის საქმის საჯაროდ განხილვა წესით არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებისთვის ზიანის მომტანი. ხო, მოკლედ ისე გამოვიდა, რომ შერლოკ ჰოლმსის თეორია ამ შემთხვევაში მაინც და მაინც არ გამოგვადგა, თუმცა იმ ყველა აბსურდულ ვერსიებს შორის, ან ნაკლებად აბსურდულ ვერსიებს შორის, თქვენ როგორც გაგიხარდებათ ისე ჩათვალეთ, ყველაზე დამაჯერებლად მაინც თოვლის ფილის თეორია ჩანს, რომელიც კი, რა თქმა უნდა, ტოვებს რაღაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს, თუმცა მიუხედავად ამისა, ამ თეორიას ყველაზე მეტი ფაქტი და ყველაზე მეტი არგუმენტი აქვს. და ისე კიდე ზოგადად ადამიანის ტვინი ისეა მოწყობილი, რომ რაც არ უნდა დამაჯერებლად ჟღერდეს ესა თუ ის კონკრეტული თეორია, მსგავსი სტილის და მსგავსი ტიპის მისტიურ შეიძლება ითქვას, რომ იდეალურ თავსატეხზე ურჩევნია, რომ რაღაც ანომალიური ან რაღაც უფრო ისეთი კონსპირაციული იფიქროს, ვიდრე ის, რაც რეალურად მოხდა. მე არ ვამტკიცებ იმას, რომ თოვლის ფილის თეორია რეალურია, არც იმას არ ვამტკიცებ, რომ ამერიკელი ჯაშუშები არ იყვნენ, ან რაღაც მსგავსი, უბრალოდ გეტყვით იმას, რომ ზოგადად მსგავსი ტიპის საქმეებში სტანდარტული და ბანალური ახსნა, თუნდაც ისევე როგორც კენედის მკვლელობის საქმეში, ძალიან მოსაწყენია და შესაბამისად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ რაღაცა მისტიური მოვიფიქროთ. ხო, მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში გეტყვით იმას, რომ ვიდეოს აღწერაში ძალიან მაგარი საიტის ლინკი მაქვს დატოვებული. ამ საიტზე არის აბსოლუტურად ყველაფერი. დიატლოვის ჯგუფის წევრების პირადი ჩანაწერები, პირადი დღიურები, ფოტოები, გამოძიების მასალა, დაკითხვის ოქმები, აი აბსოლუტურად ყველაფერი. შეგიძლიათ გაიცნოთ, ერთ-ერთ სექციაში არის ეგრეთ წოდებული FAQ, რომელშიც შეგიძლიათ ნახოთ ხშირად დასმული კითხვები და მათზე პასუხებიც, ასე რომ გადადით, გაეცანით ინფორმაციას და შემდეგ კომენტარებში გელოდებით ერთად ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა შეიძლება მომხდარიყო დიატლოვის საქმის შემთხვევაში. დროებით.